ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის პოლიტპატიმრის მზიამაღლობელის უფლებადამცველები ჟურნალისტის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებასა და მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი საქმის შეწყვეტას მოითხოვენ. მზიამაღლობელის ადვოკატები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე და ადვოკატი მაია მწარიაშვილი მიიჩნევენ, რომ მზიამაღლობელი პოლიტიკური პატიმარია, რადგან მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივ დევნას და პატიმრობას შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია. ადვოკატების სასამართლოს შუამდგომლობით 13 თებერვალს მართავენ. სასამართლომ გაუშვას დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელსაც ხვალდივად წარვადგენს სასამართლოში და გააუქმოს მზიამაღლობელის მიმართ შერჩეული ბარბაროსულად უკანონო აღკვეთის ღონისძიება, ხაზს უსმევ ამ სიტყვას და გაანთავისუფლოს მზიამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან. 1. საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზიამაღლობელის უკანონო და მანიპულირებული ბრალდების საქმე. 2. შემდეგ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და სათანადოდ გამოიძიოს მზიამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი. პროკურატურამ მიანიჭოს მზიამაღლობელს დაზარალებული სტატუსი ამავე საქმეში. საქართველოს პროკურატურამ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა გრიგოლ ბესელიას და მის დამიდარქვამდებარებული პოლიციის შესაბამისი მოხელეების მიმართ მზიამაღლობელის უკანონო დაკავების და უკანონო ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამო. საქართველოს პროკურატურამ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ირაკლი დღებუაძის მიმართ 2025 წლის 12 იანვარს დაკავებული მზიამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობისა და 2025 წლის 11 იანვარს ბათუმის აქციაზე ციალა ქათამიძის ასევე უკანონო დაკავების გამო. და საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ მოხელის წინააღმდეგ, ვინც მიიღო მონაწილეობა 2025 წლის 11-12 იანვრის ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეთა უკანონო ადმინისტრაციულ დაკავებასა და უკანონო ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. ადვოკატ მაია მწარიაშვილის თქმით, მზიამაღლობელის პატიმრობა ორ გარემოებას ეფუძნება. პირველი ეს არის მოწმეზე ზეწოლის საფრთხე და მეორე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. როგორც მწარიაშვილი ამბობს, ორივე ეს გარემოება საფუძველს მოკლებულია. ადვოკატმა ერთ-ერთ არგუმენტად ბრალდების მხარის მიერ დაკითხული 6 პოლიციელი მოიყვანა, რომელთაგან 4 მზიას პატიმრობის მოთხოვნის შემდეგ დაიკითხა. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებამ დაზარალებულისა და 6 პოლიციელის ჩვენება და მათი დაკითხვის შემდეგ პოლიციელებზე ზეწოლის საფრთხე მოხსნილია. ამ წუთას საქმეში ბრალდების მტკიცებულება არის მხოლოდ 6 პოლიციელის დაზარალებულის ჩვენება და 6 პოლიციელის ჩვენება. დაზარალებული, რომელიც ამბობს, რომ მას ეტკინა, მას შემდეგ რაც გააწნეს სილა და ჰქონდა შეწითლება ლოყის და ყურის არეში და 6 პოლიციელი, რომელიც უდასტურებს დაზარალებულს, რომ მას მართლაც ჰქონდა გაწითლებული ლოყა სახის და ყურის არეში. მინდა გითხრათ, რომ ეს არის მთელი ბრალდების მტკიცებულებები. მზიას პატიმრობის მოთხოვნამდე 2 პოლიციელი იყო დაკითხული, მზიას პატიმრობის მოთხოვნის შემდეგ 4 პოლიციელია დაკითხული. ანუ ბრალდებამ ეს მოთხოვნა, მზიას პატიმრობა საჭირო იყო იმისთვის, რომ ბრალდებას 4 პოლიციელი გამოეკითხა და ამ 4 პოლიციელისთვის ეკითხა, სიწითლე ჰქონდა თუ არა ბატონ დღებუაძეს სახეზეო. ეს გახლავთ მთელი ბრალდება. ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი 11 იანვარს ბათუმში ორჯერ დააკავეს. პირველად ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გაიფიცეს სტიკერის გაკვისთვის, ხოლო მეორედ ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დღებუაძისთვის ცილის გაწვნის გამო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის თქმით, პირველი დაკავების დროს მზიამაღლობელი 150 მუხლით აიყვანეს, რაც უკანონო იყო. როგორც იურისტი განმარტავს, დაკავების შემდეგ ამაღლობელს მუხლი შეუცვალეს და დაკავების ოქმი 173 მუხლით გააფორმეს. ქურდოვანიძე ამბობს იმასაც, რომ პროკურატურამ და სასამართლომ გაყალბებული დაკავების ოქმი მზიამაღლობელის პატიმრობაში დატოვებისთვის გამოიყენეს. მათ უკანონოდ დააკავეს მზიამაღლობელი, ისევე როგორც აქციის სხვა მონაწილეები და შემდგომ, როდესაც მიხვდნენ, რომ ეს იყო სრულიად უკანონო ქცევა, მათ გააყალბეს დაკავების ოქმი და დაკავების ოქმში ჩაწერეს სხვა მუხლი, რომ თითქოს მზიამაღლობელი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და ოქმი გააფორმეს 173 მუხლით, რომელიც არის სრული სიცრუე და ეს ადასტურებს იმას, რომ ეს ოქმი შეიცავს წყალბინფორმაციას. შემდგომ სასამართლომ და პროკურატურამ ეს ფაქტი
ანუ გაყალბებული დაკავების ოქმი გამოიყენა იმისთვის, რომ გაემართლებინათ პატიმრობის გამოყენება მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე. აქვე აღსანიშნავია, რომ უკვე თითქმის ერთ თვეზე მეტია გასული, რაც დაკავება მოხდა ადმინისტრაციული წესით, თუმცა ამ დრომდე არ არის შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქრა. პოლიტპატიმარი მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 32 დღეა შიმშილობს. ის სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით 4 თებერვლიდან კლინიკა ვივამედში იმყოფება. ვივამედის კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, შიმშილობის ყოველი მომდევნო დღე ამაღლობელისთვის ორგანიზმის ფუნქციის მოშლის სულ უფრო მზარდ რისკებთან არის დაკავშირებული. ხანგრძლივი შიმშილობის პროცესი არის ძალიან რთული ფიზიოლოგიური პროცესი და ყოველი დღე გაგრძელებული შიმშილობის ეს არის დაკავშირებული რეალურ გართული შესაბამის გართულებასთან. ეს არის ნახშირწყლოვანი წვა, ეს არის ცხიმების წვა, ეს არის უკვე ცილების წვა და რესურსების, შინაგანი რესურსების გამოყენება და რაც იწვევს სხვადასხვა პირველ რიგში კარდიოვასკულარულ გართულებებს, სხვადასხვა ორგანოების ფუნქციების მოშლას და ასე შემდეგ. კლინიკა, რა თქმა უნდა, მზად არის და ყოველდღიურად ახორციელებს მონიტორინგის პროცესს და თავაზობთ შესაბამის სამედიცინო სერვის მონიტორინგის კუთხით. მზია ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლებას არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი პოლიტიკოსი, უფლებადამცველები და მედიის წარმომადგენლები ითხოვს. ჟურნალისტის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს განცხადება საქართველოში ლიეტუვის ელჩმა დარიუს ვიტკაუსკასმა გაავრცელა. თვეზე მეტია მზია ამაღლობელი შიმშილობს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მის მდგომარეობას, ხოლო მზიას ადვოკატების სასამართლოს მიმართავენ მისი დაკავების ორდერის გაუქმების მოთხოვნით. მოუწოდებთ მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.